სხვა აქვს. მე გადავდივართ modifier-ში. ანუ აქ ხარ ხა. და ანუ modifier list-ში უნდა მოვძებნოთ L-ასოზე lace modifier. Lace. L-A-T-H-E. ხო, ავირჩიოთ ეს modifier-ი. და უნდა გახდეს რაღაც ესეთი ფორმა რა. ანუ ჯერ არ არის ჩვენ რაც გვინდა ის ფორმა. აი, ავირჩიეთ ხო lace modifier-ი. შემდეგ აქ უნდა ავირჩიო max არის რა, ესეთი A-line-ში min, center და max რომ არის, ავირჩიოთ max. და ანუ უკვე ჭიქის ფორმა გვაქვს. შემდეგ ანუ ამას რო ჩამოვსხოლავთ ამ lace modifiers, ჩამოვსხოლოთ ეს და აქ არის axis და ეხლა ამას რო გავწევით იქით. შემიძლია ვაკონტროლო ამის ამ ჭიქის სისქე. ანუ როგორც მინდა რა. ხები? აი სადღაც ესე კაია რა. ხო, ასევე აქ გვაქვს სეგმენტები. ანუ სეგმენტების გამოჩენა არის F4. F4-ს რო დავაჭრეთ, სეგმენტები გამოგვიჩნდება რამდენიმე. და ეხლა ამ სეგმენტებს რო გავსვდი, ანუ ეს ჩემი ჭიქა გახდება უფრო მომრგვალებული და მგვარი, ანუ კაი ფორმას მიიღებს რა. და ანუ შემდეგ ამას ეხლა არ აქვს სისქე რა და სისქე რო ვიცეთ, ისევ დავამატოთ modifier-ში shell-ი. ანუ shell-ი გვინდა რომ რაღაცებს სისქე მივიცეთ, რასაც არ აქვს. დავამატოთ shell და დავამატოთ ცოტათი რა, ჭიქა რამ სისქეც. ეგ არის ხიშჭი. და ბილასტოვები. ანუ shell-ს აქვს ორი ფუნქცია რა, ან შიგნიდან რსდის, ან გარედან და ამ შემთხვევაში ავირჩიოთ შიგნით გასდა. და აი, ცოტათი სისქე მივიცეთ ამ ჭიქას. ხო, და მოკლედ გამოგვივიდა რომ ესეთი ჭიქა აეწყო მარტივად რა, მარტო ანუ ჭიქის ნახევარ სილუეტს რო ხაზავ, ანუ რაღაცის ნახევარ სილუეტს რო მოვხაზავ, lace-ით შემიძლია ეს მთლიანად დავატრიალო 360-ზე და რაღაც ფორმები მივიღო. ვხვდებით? კაი, აბა ნახავ. ეს სნეპტული გამოხმაურება. ანუ აქ დააკლიკე მარჯვენა კლიკით სნეპტულზე. არა, მაგის მარჯვენა კლიკი. და აქ უნდა კონდეს მონიშნული vertex-ი სულ. და ეს grid point-ი უნდა გავუთიშო. ეხლა option-ში გავედი, option-ში. და ეს ორი ისიც, ეს და ესეც მონიშნული უნდა ხომ. ეხლა გამოდი და ეს ყოველ ჩარტზე ეს უნდა ნახო რა, თუ არ დაამახსოვრე. რომ კარგად იმუშაოს.